ესაა მეცხრე კვირა ჩემი 6 თვიანი ფიტნეს ტრანსფორმაციის დამკვირვაში რამდენიმე მნიშვნელოვანი დაკვირვება მაქვს. პირველ რიგში სისტემაში ჩავჯექი. ვარჯიში ჩემი გარკვეული იდენტობის ნაწილი გახდა, თითქოს ჩვევაში გამიჩნდა. თუ მანამდე შეწუხებული ვიყავი მუდმივი ვარჯიშით, ნელ-ნელა გარეგნულმა შედეგებმა და გამჯდარმა ჩვევებმა თავის იქნა. და დღეს ბევრად მეტი მოტივაციით მივდივარ. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ვცდილობ ვარჯიშის დროს კონკრეტული მოტივაციები ვიპოვო. ვიდრე უბრალოდ 6 თვეში ტრანსფორმაცია. თქვენ წარმოვიდგენ, როგორ კომფორტულად ვიგრძნობ თავს, როცა აფრიკის ჯუნგლებში ვირბენ და არ დავიღლები. წარმოიდგინე, რომ მე მოგველია. მე უნდა დაიქცე. თქვათ, გელი გამოგიგინა. ხეზე შეხტი და უნდა გაძლო დიდხანს. ვეძებ ელემენტებს, რომელიც რეალურად შეიძლება დაუკავშირო ჩემს ცხოვრებას. და ეს ყველაფერი ვარჯიშს ერთდროულად გასართობს ხდის და მეორე მხრივ მაწვის კონცენტრაციას იმ ნიუანსებზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ისიც, რომ ბუნებრივი შედეგები მომხმევო. ზოგადად მიჭერს მიკრო შედეგებზე კონცენტრირება, მაგრამ თავს ვაჯერებ. თუ აზიდვას 1 სანტიმეტრით მაღლა გავაკეთებ, ეს უკვე პატარა სასწაულია და ამაში KG-ის წევრების მხარდაჭერაც მეხმარება. საბოლოოდ კი ამ ყველაფრის შედეგი არც კუნთებით მარიაჟობაა და არც კუბიკების ჩვენებას არ გეში. CrossFit-ის მთავარი ხილი ჩემთვის ის არის, რომ შენი სხეული შენ გეკუთვნის და შეგიძლია შენი სხეული აკონტროლო და გააძლიერო. და როცა ამას ახერხებ, უფრო მოქნილი და ადაპტური ხდები ცხოვრებისეულ გამოწვევებთანაც. გინდ გველს ეჭიდავებოდე და გინდ უცნაური სასტუმროსკენ მიმოვალ კლდეზე მიცოცავდე. მოკლედ ტრანსფორმაციული დღეები გრძელდება და თუ გინდა ჩემი თავგადასავალი არ გამოგჩეს, ამ ღილაკს მიაჭირე.